კახა კალაძემ კითხვა, რომ მხოლოდ საკუთარ თავზეა პასუხისგებელი, მაგრამ მიუხედავად მისი ამ სიტყვებისა, ის იკავებს თბილისის მერის პოზიციას და რა თქმა უნდა თბილისელებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის, პარკირების, საფასურისა და ჯარიმების ზრდა პირდაპირ მისი პასუხისმგებლობაა. კალაძემ შესაძლოა ამ შემთხვევაშიც თქვას, რომ მისი საქმე არ არის და ვიღაც სხვა აძვირებს, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად მუნიციპალური სერვისების გაძვირებას გლობალური ომის პარტიას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. 2021 წელს თბილისელებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაორმაგდა, მხოლოდ პარკირების ჯარიმები საერთოდ გახუთმაგდა. აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ფასების ასეთ მასშტაბურ ზრდას არ მოჰყოლია სერვისის გაუმჯობესება. ჯერ კიდევ 2018-დან 2025 წლამდე დაწერილია 4 მილიონზე მეტი საჯარიმო ქვითარი და საერთო ჯამში თბილისელებს მოსაკრებლების, საფასურების, ჯარიმების სახით გადახდილი აქვთ 130 მილიონ ლარზე მეტი. მე მინდა თითოეულ თბილისელს ვკითხო, ამ 130 მილიონი ლარიდან რა მიიღეს უკან გაუმჯობესებული სერვისების მიმართულებით. კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2017 წელს დადო პირობა, რომ მოაწყობდა მიწის ზედა და მიწის ქვეშა პარკინგებს, მაგრამ ამ დაპირებიდან 9 წლის გასვლის შემდეგაც თბილისში საპარკინგი ადგილები არ არის. ალბათ ნებისმიერი თბილისელი დამეთანხმება, რომ დღეს თბილისში არაერთი რაიონია, სადაც მანქანის გაჩერება ფაქტობრივად შეუძლებელია. უფრო მეტიც ყოველწლიურად მცირდება საპარკინგი ადგილების რაოდენობა. მე მინდა რომ თბილისის მერიას მიუმართო, აუხსნა საზოგადოებას, ვისი ბრალია მუნიციპალური სერვისების გაძვირება, ვისი ბრალია მოსაკრებლების, საფასურების, ჯარიმების გაძვირება და ამ ფაქტსაც თუ შეისწავლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ან ირაკლი კობახიძის მიერ შექმნილი კომისია. საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ კახა კალაძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ ის არის თბილისის არჩეული მერი და მისი პასუხისმგებლობა აბსოლუტურად ყველაფერი, რაც თბილისში ხდება, როდესაც მან გამოთქვა პრეტენზია და საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა თბილისის მერად, ამით ერთგვარი სოციალური პროექტი დადო თბილისის მაცხოვრებლებთან და ამიტომ როცა მოქალაქე იხდის მეტს და იღებს ნაკლებს, ეს არის რა თქმა უნდა მისი პირდაპირი პასუხისმგებლობა.